აქციის მონაწილეები უკვე დაიძნენ მსვლელობით გმირთა მოედნისკენ. ახლა ისინი რამდენიმე წუთით შეჩერდნენ ქაშვეთის ტაძართან და ისევ ახლა გააგრძელეს მსვლელობა. აქციის მონაწილეები მივლენ გმირთა მოედანთან, გმირთა მემორიალთან. კიდევ ერთხელ დადებენ ერთი წლის შემდეგ ფიცს, როგორც ეს ზვია ცეცხლაძე მის თანამოაზრეებთან ერთად გააკეთა ზუსტად ერთი წლის წინ, თუმცა ახლა ზვია ცეცხლაძე არის საპატიმრო დაწესებულებაში, ის ოლიგარქის პარტიას ყავს, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ციხეში დატყვევებული. შესაბამისად, ზვია ცეცხლაძის ერთი წლის წინანდელ ქმედებას დღეს გაიმეორებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე 153 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმს და ისინი მოითხოვენ, რომ ეს ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც გამოკეტილი ყავს საპატიმროში, ოლიგარქის პარტიას გათავისუფლდნენ და მეორე მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. ამ აქციას და ამ მსვლელობას სათავეში უდგანან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, მათ უჭირავთ სწორედ პოლიტპატიმრების ფოტოები სახელით და გვარით და ისინი მიემართებიან ახლა აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად გმირთა მოედნისკენ. როდესაც უკვე გმირთა მოედანზე დადებენ მოქალაქეები ფიცს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად და ევროპული მომავლის დასაცავად, უკან ამობუღლენ ისევ რუსთაველის გამზირზე და ქაშვეთის ტაძართან შეხვდებიან ისინი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გავესაუბრებით გიორგი ჩიკვაიძის დედას, მათ შორის, რომელიც აქ იმყოფება. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, რა იქნება თქვენი სათქმელი დღეს და რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე და რას აჩვენებს ზოგადად აქციის 153 დღე, რომელიც იქნება განსხვავებული? განსხვავებული დღეა, იმიტომ რომ მოდის აღდგომის ღამე, ჩვენ გავიმარჯვებთ. ის, ვისაც ქვეყანა უყვარს, დღეს უნდა იყოს აქ. მე ასე მიმაჩნია, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ერთად. მადლობა. თქვენი შვილის მდგომარეობაც ნახეთ, სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, თუ როგორ ექცევა და ეპყრობა მას რეჟიმი. სხდომიდანაც კი გააძევა მოსამართლომ და თქვენს გამოგაწევეს და ზოგადად საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე, მათ შორის რომ სწორედ მოსამართლე იზაკ ელენჯერიძეს მონაწილეობს თქვენი შვილის ლიკვიდაციაში. რა ეჭვები გაქვთ, რაზე საუბარი? ეჭვები ის მაქვს, რომ ჩემი შვილი არის უკანონო პატიმარი, სწორედ იზაკ ელენჯერიძემ სრულიად უკანონოდ მას გირაო შეუცვალა პატიმრობით. ჩემ შვილზე ხორციელდება იქ ზეწოლა, მაგრამ დღეს აღდგომის ღამეა. უფალი სამართალს აუცილებლად აჩვენებს საქართველოს. დღეს ამაზე არ ვილაპარაკებ. დღეს ჩვენ ყველა ველოდებით აღდგომას და საქართველოსთვის ბედნიერ ღამეს. მადლობა ძალიან დიდი. ეკაწერეთ ეთერს ისმენდით პირდაპირ ეთერში გიორგი ჩიკვაიძის დედას. ჩვენ გავესაუბრებით აქ ზვია ცეცხლაძის მშობლებს, დედას და მამას, რომლებიც აქ იმყოფებიან. ზვიადი ფიზიკურად არ იმყოფება ახლა აქ, რადგანაც ოლიგარქის პარტიასის გამო კეტილი ყავს საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა მისი მშობლები აკეთებენ მის გასაკეთებელს ახლა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. დღევანდელ დღეზე რომ ვისაუბროთ, თქვენმა შვილმა ერთი წლის წინ გმირთა მემორიალთან შეფიცა დაღუპული გმირების ხსოვნას, რომ ის იბრძოლებს თანამოაზრეებთან ერთად ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, ხო? რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს თქვენთვის? მოგესალმებით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი წელი გავიდა და კიდევ ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ უნდა გავიმეოროთ ფიცი. ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა გავიმეოროთ ზვიადის ფიცი და ისე განვითარდა მოვლენები. ჯერ ხალხი ცოტა იყო, ხალხი მოგვემატა, ბევრი მემორიალთან გველოდება, გმირთა მემორიალთან ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვერ გავაჩერებთ და ვერ გავჩერდებით დედები, ასე რომ ბრძოლა ან გამარჯვებამდე, ან სიკვდილამდე. მართალია ზვიადი ახლა ფიზიკურად თავისუფალი არ არის, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ დღეს და მისი დაკავების შემდეგ განცხადებები, რომ ის ყველაზე თავისუფალია ახლა, რადგანაც მან საკუთარი თავისუფლება ამ ქვეყნის მომავალს შეწირა, ასე რომ და ის სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის გამო დაატყვევა ოლიგარქის რეჟიმი. ზუსტად მასია, ზვიადი თავისუფალია, სულიერად, უბრალოდ
უბრალოდ მისი სხეული ახლა გამოკეტი. ზვიადი სულით, გულით აქ არის და რა თქმა უნდა ბალაშიკობს ასე რომ ვთქვათ, იმაზე მეტად იქნება ყველაფერი რიგზე, ვიდრე აგენს გონია. ბრძოლა მოგებამდე არ სიკვდილამდე. ეს ორი არჩევანი დაგვიტოვა ვერასაპირებ. მე ვიბრძვი ბოლომდე, თუნდაც სიცოცხლე დავდრო და მზად ვარ ამისთვის. მადლობა ძალიან დიდი თქვენი სმენდით პირდაპირ ეთერში ზვიად ცეცხლაძის დედას. ახლა გავესაუბრებით ზვიად ცეცხლაძის მამას. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში საუბარს დავიწყებ იმით, რომ თქვენ გულის წვეტა ვერ დამალეთ, როდესაც სიტყვით მიმართავდით აქ შეკრებილ მოქალაქეებს. რა იყო მიზეზი, რის გამოც თქვენ განაცხადეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ აი დღეს უამრავი ადამიანი იყოს რუსთაველის გამზირზე, უამრავი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას ფიცის დადებაში, იმ ფიცის გამეორებაში, რომელიც ზვიადმა 1 წლის წინ დადო გმირთა მემორიალი. მე ნაწყენი არა ვარ, მე ვარ გაბრაზებული იმ თაობის, რომელმაც ეს ბრძოლა დაიწყო გასულ წელს. ათობით 1000 სტუდენტი მონაწილეობდა ამ მარშში გასულ წელს და ფიცი დადეს სამშობლოს წინაშე. მე გაბრაზებული ვარ ამ თაობაზე, როგორ შეიძლება ფიცი დადო და ის აღარ გაგახსენდეს და რაღაცა მოიმიზეზო, რომ იმ ღონისძიებაზე არ მიხვიდე. ამ ფიცის შემდგომ იყო ჩემი შვილი, ფიცის შესრულების პროცესში იყო, ზუსტად რო დააკავეს და ის ბიჭები, ვინც იქ არიან, ფიცს ასრულებდნენ და იმიტომ დააკავეს, თორე თბილად სახლში იქნებოდნენ ისინიც. და რას ერჩოდნენ ამ 50 ადამიანს, დანარჩენი პირობითად 5000, ხო? თუ სახლში უნდა წასულიყო და აღარ უნდა დაინტერესებულიყო რა მოუვა ამ ქვეყანას. აი ეს არის გაბრაზების მიზეზი და ვერ აღიქვამს ახალგაზრდა თაობა, რომ ეს ქვეყანა რო დაიღუპება პირველ რიგში მათი ცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად. მათ არ იციან, არ უცხოვრიათ რა არის რუსეთი. თავისუფალ საქართველოში დაიბადეს და გონიათ სულ ასეთი ეგრეთ წოდებული ბაირამი ექნებათ დამოუკიდებლობის. არ ექნებათ. მე საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები კაცი ვარ და ვიცი რა საზიზღრობა და რა მარაზმია. და გიჟდები იმას, რომ წარმოვიდგენ, რომ ამ თაობასაც შეიძლება მოუწიოს რუსეთის გუბერნიად წოდებულ საქართველოში ცხოვრება. ეს იქნება, არ ვიცი მე, დამანგრეველი მოისმობა ქვეყანა. საუკუნე ვეღარ გავსორდები წელში. ამიტომ უნდა გაიღვიძოს ყველამ. ფიცის ღირსეულად შესრულება უნდა ფიც ან არ დაედოთ, ან არ ეთქვათ. მე მიუძღოდი წინ, მე უთხარი იქენით მეთქი თვითონ გააკეთეს, თვითონ გადაწყვიტეს. ეხლა უნდა დაიცვანეს ფიცი, ისე როგორც იმ ბიჭებმა, რომლებიც ციხეში ზიან დღეს. ის კი არა. ის ბიჭები, ვინც ციხეში ზიან, მომხდურ მტერთანაც სიკვდილისთვისაც მზად არიან. ფიცი ეს არის. უკან დასახევი გზა მოჭრილია, ფიც შესრულება უნდა. ამ თაობას კიდე მოუწოდებ. ჯერ დაგვიანებული არ არის. უნდა გაიღვიძოს და უნდა დადგეს ამ ქვეყნის სადარაჯოზე. და ეს სად გადის, იცით? სად გადის? ოკუპანტი ქვეყნის მიერ დასმული რეჟიმის ამ ქვეყნის ხელისუფლებიდან მოშორებაში და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს ეს. მადლობა თქვენ პირდაპირ ეთერში ესმოდით ზვიად ცეცხლაძის მამის საკმაოდ ემოციურ მიმართვას ახალგაზრდების მისამართით. მან გამოთქვა თავისი გულის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ბევრად მეტი ადამიანი უნდა იყოს რუსთაველის გამზირზე გამოსული. თუმცა ჩვენ ხედავთ კადრშიც, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე. ადამიანები მიემართებიან მსვლელობით გმირთა მემორიალისკენ, სადაც კიდევ ერთხელ დადებენ იმ ფიცს, რომელიც ზვიად ცეცხლაძემ თანამოაზრეებთან ერთად 1 წლის წინ დადო და შეჰფიცეს მათ დაღუპულ გმირებს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. მას შემდეგ, რაც ფიცს დადებენ მოქალაქეები კიდევ ერთხელ გმირთა მემორიალთან, ისევ უკან რუსთაველის გამზირზე დაბრუნდებიან მსვლელობით, შეიკრიბებიან ქაშვეთის ტაძართან და ისინი ერთად შეხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ისე როგორც ეს 1 წლის წინ მოხდა მაშინ, როდესაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში. აქ უკვე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ასევე დააკეთა განცხადება და თქვა, რომ პოლიტპატიმრები, რომელიც ახლა დატოვებული ყავს ქართული ოცნების ხელისუფლებას, უფრო თავისუფლები არიან გიორგი შალვა პაპუაშვილი.